გაინტერესებთ, რატომ გაიგნორებთ ამდენი ადამიანი. უსაფუძვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ხართ ღირებული, პოტენციალით სავსე ადამიანი და მაინც მუდმივად გრძნობთ თავს მიტოვებულად. თითქოს თქვენი არსებობა შემაწუხებელია. ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა ფსიქოლოგმა კარლ იუნგმა ახსნა ეს ფენომენი და სწორედ ამაზე ვისაუბრებ ახლა. იუნგისთვის იგნორი იშვიათად არის კავშირში იმასთან, რა გააკეთეთ ან არ გააკეთეთ. სიღრმისეული იგნორი, რომელიც გვტკივა და თითქოს აუხსნელია, პირდაპირ კავშირშია თქვენს შინაგან ძალასთან. დიახ, ეს არის მთავარი მიზეზი. ისინი არ უარყოფენ სისუსტის გამო, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები ძალიან დიდია იმისათვის, რომ მოერგოს მათი შეზღუდული გონების ვიწრო საზღვრებს. ეს არის ფსიქოლოგიური ჭეშმარიტება, რომელიც იუნგმა დაგვიტოვა. იუნგის მიხედვით, ყველა ადამიანშია ნათელი და ბნელი. უმეტესობა ცდილობს თავისი ბნელი მხარე დამალოს და თავის სხვა ადამიანად წარმოაჩინოს, საკუთარი თავის შესახებ სიმართლის შეხვედრის შიშით. მაგრამ როცა თქვენ ჩდებით მათ გზაზე, ძლიერი არსებით, თავისუფალი, ვინც კომპრომისზე არ მიდის საკუთარ არსებასთან, რომლის შინაგანი სინათლეც არ იმალება, იცით რა ხდება? თქვენ ხდებით ფსიქოლოგიური სარკე და ეს არის იუნგის მოძღვრების ბირთვი. ადამიანები გაიგნორებენ, რადგან თქვენ ასახავთ მათ ჩრდილს, უხსენებთ ყველაფერს, რაც მათში არ არის გამოხატული, ან დაუმუშავებელია. თქვენი არსებობა აღძრავს მათში ქვეცნობიერ შურს, არასრულფასოვნების განცდას და შიშს, რომ ისინი საკმარისი არ არიან. და ბუნებრივია, ბევრად ადვილია სარკის დამალვა, ვიდრე საკუთარი ანარეგლის შეხედვა, დანახვა. ეს არის ღრმა ფსიქოლოგიის ყველაზე ძლიერი და ალბათ ყველაზე შემაშფოთებელი ჭეშმარიტება. ადამიანები ხშირად არ არიან მზად შეიცვალონ, გაიგონ საკუთარი არასრულფასოვნების შესახებ. ამიტომ ისინი თქვენს დაგმობას ირჩევენ, რათა თავი დაიცვან. იუნგი ამბობდა, სინათლე არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ბნელს არ უყვარს იგი. მაგრამ აქ ერთი ნიუანსია. ის შინაგანი ძალა, რომელიც უარყოფას იწვევს, არ არის ქედმაღლობა. ეს არ ნიშნავს, რომ თავის სხვებზე უკეთესი გგონიათ. პირიქით, ეს ძალა თქვენი ნამდვილი, ავთენტური არსებობის შედეგია. იგი გამომდინარეობს ღრმა, თქვენი ნამდვილი მესთან კავშირიდან. იმას, რასაც იუნგი სულის ცენტრს უწოდებდა. როცა ცხოვრობთ ამ ცენტრიდან, თქვენი ენერგია აღარ არის დამტვრეული სარკე. ის ხდება მზე, რომელიც ბუნებრივად აშუქებს ყველაფერს.